ჩვენ 10 წელია ვარსებობ და ამ 10 წლის მანძილზე თუ რამით შეიძლება გირჩი გამოვარჩიო ყველა სხვა პოლიტიკური პარტიისგან არის ის რომ ჩვენ ყველგან ყველას ყველაფერზე ველაპარაკებით. მეტიც პოლიტიკოსის თავარი შინაარსი არის რომ ის ლაპარაკობდეს და ცდილობდეს ამ ლაპარაკში სიმართლე გამოარკვიოს. ვიღაცას პრეტენზია შეიძლება ჩემ მიმართ ქონდეს, მე ვიღაცის მიმართ ქონდეს პრეტენზია, საჯარო ეთერში უნდა დავждდეთ და ბოდიში და თეთრი და შავი გამოჩნდეს ამ საუბარში და არგუმენტებში და დებატებში. შესაბამისად, თუ კი სადმე ლაპარაკი იქნება, აქ დამიძახეთ, აქ მოვედი, სხვაგან დაგვიძახებენ, სხვაგან მივალთ. არსად საუბრის პრობლემა არ გვაქვს, არსად სიმართლის თქმის პრობლემა არ გვაქვს. ამას დაამტკიცებდა წინა დებატი, რომელზეც იყო იაგო ხუჩია, სადაც ჩემი აზრით ძალიან სწორი და მწარი არგუმენტები თქვა, არ ამგონია პაპუაშვილი და ნასიამოვნები წასულიყო. ამას დაამტკიცებს დღევანდელი დებატით, სადაც სანდრო რაქვიაშვილი ფასებზე ედებატება კობახიძეს. ასე რომ თვითონ კითხვა რომ აი ვინმეს უნდა ველაპარაკოთ თუ არა, ეს ჩემთვის პოლიტიკოსთან შეუთავსებელია ამ კითხვის დასმა. მეორე ფაქტია რომ ქართული ოცნება ასეთი ფორმით აკეთებს ამ დებატებს, რომ იქ რაღაცა ვიღაცებს ეძახის, ვიღაცებს არ ეძახის და ამით დებატის შინაარსსაც კარგავს, მიუხედავად ამისა მაინც მივალთ. მაგრამ ბოლოს და ბოლოს თუ ხედავთ რომ ქართული ოცნებამ ასე ცუდად იქცევა და რაღაცნაირ ესეთ უცნაურ დებატებს აწყობს, რა გვიშლის ხელს რომ ჩვენ მინიმუმ ერთმანეთში მაინც გავარკვიოთ ის საკითხები, რომელზეც დარწმუნებული ვარ ერთმანეთის მიმართ ძალიან ბევრი გვაქვს. და როდესაც ესე დებატები ოპოზიციაში არ ხდება, მე ის უფრო მაკვირვებს და არა ის რომ ქართული ოცნება, რომელზეც ამდენი წელია ვიცით რომ რაღაცა ესე ცუდად იქცევა, 12 წელი სულ ანგელოზები იყვნენ ხელისუფლებაში, იმათ შეეშლება და ქართული ოცნების საწყის წერტილი ანგელოზობა ნამდვილად არ იყო სტანდარტული ქართველი პოლიტიკოსებით მოვიდნენ. წარმომიდგენია ის ანოხელა ძალაუფლება, რას უშვება ადამიანის ტვინს 12 წლის მანძილზე. ხო და კარგი, ისინი გავიგეთ რომ აი ასეთ უცნაურ დებატებს აწყობენ, ასეთ ცუდ კანონებს იღებენ, ზღუდავენ ძალიან ბევრ რამეს, მაგრამ ჩვენ რა გვიშლის ხელს რომ აქეთ შევქმნათ წესიერი პროცესი, რომელიც ჩვენ შორის გამოხშირავს სწორს და არასწორს და სიმართლით მოახერხებთ უკეთესი ალტერნატივის შექმნას, რომელსაც შევთავაზებთ ადამიანებს და ეს იქნება საპირწონე ქართული ოცნების და არა ის რომ ქართული ოცნება ცუდია და იმის სახელით იქნება ისე გავლანძღოთ რომ ქართული ოცნებაო რომ მე ჩვენზე კარგი იფიქროს ხალხმა.